ეს წიგნი გთავაზობს არა ფსიქოლოგიური, არამედ ბიოლოგიურ და ევოლუციურ ხედვას ბედნიერებაზე. მთავარი იდეა ისაა, რომ ჩვენი ტვინი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ მუდმივად ბედნიერი იყოს. ის შექმნილია იმისთვის, რომ გადავრჩეთ. ქვემოთ დეტალურად განვიხილავ წიგნის მთავარ პრინციპებს, 4-ვე ჰორმონს და იმ მეთოდებს თუ როგორ ვმართოთ ისინი. მთავარი კონცეფცია – შინაგანი ძუძუმწოვარი. წიგნი ხსნის, რომ ჩვენს ტვინს მართავს ლიმბური სისტემა, იგივე რაც ძუძუმწოვრების ტვინი, რომელიც აკონტროლებს ემოციებს ქიმიური ნივთიერებების გამოყოფით. მიზანი – ბუნებას არ აინტერესებს თქვენი კომფორტი, მას აინტერესებს გადარჩენა და გამრავლება. მექანიზმი – როდესაც თქვენ აკეთებთ რამეს, რაც ზრდის გადარჩენის შანსს, ტვინი გაჯილდოებთ ბედნიერების ჰორმონით. პრობლემა – ჰორმონის მოქმედება ხანმოკლეა. ტვინი მალევე წყვეტს მის გამოყოფას, რათა კვლავ მოტივირებული იყოთ ახალი მიზნის მიღწევად. 4 ბედნიერების ჰორმონი და მათი ფუნქცია. ბროუნინგი დეტალურად განიხილავს 4 ნეიროტრანსმიტერს. თითოეულს აქვს კონკრეტული ევოლუციური მიზანი. პირველი – დოფამინი, მიზნის მიღწევის სიხარული. დოფამინი არის მოლოდინისა და ჯილდოს ჰორმონი. ის გვაიზულებს ვეძებოთ საჭირო რესურსები. ევოლუციური როლი – ძველად ეს იყო საკვების პოვნის სიხარული. აი, ხეზე ვაშლია. ის გვაძლევს ენერგიას, რომ მიზანს მივაღწიოთ. თანამედროვე მაგალითები – ხელფასის აღება, გამოცდის ჩაბარება, სოციალურ ქსელში ლაიქის მიღება, ვიდეო თამაშში ლეველის გადალახვა. ჩავარდნა – მიზნის მიღწევის შემდეგ დოფამინი სწრაფად ეცემა, ამიტომ ვგრძნობთ სიცარიელეს დიდი წარმატების შემდეგ. ტვინი გვეუბნება – კარგია, მაგრამ ხვალ რა უნდა ვჭამოთ? 2. ოქსიტოცინი, ნდობა და სოციალური კავშირი. ეს არის სიყვარულის და მიჯაჭვულობის ჰორმონი. ის გვაგრძნობინებს თავს უსაფრთხოდ სხვების გარემოცვაში. ევოლუციური როლი – მარტომყოფი ძუძუმწოვარი ადვილი მსხვერპლია. ჯოგში ყოფნა ზრდის გადარჩენის შანსს. ოქსიტოცინი გაჯილდოვებთ, როცა შენიანი გყავს გვერდით. თანამედროვე მაგალითები – ჩახუტება, ნდობის გამოცხადება, გუნდური მუშაობა, ინტიმური ურთიერთობა. ჩავარდნა – ნდობა რთული მოსაპოვებელია და ადვილად იკარგება. ოქსიტოცინი არ გამოიყოფა მუდმივად, მხოლოდ უსაფრთხოების მომენტებში. 3. სეროტონინი, სოციალური დომინირება და პატივისცემის მოპოვებასთან. ეს ყველაზე საკამათო ჰორმონია. ის დაკავშირებულია სტატუსთან, ლიდერობასთან და პატივისცემის მოპოვებასთან. ევოლუციური როლი – ცხოველთა სამყაროში დომინანტი ინდივიდი იღებს საუკეთესო საკვებს და პარტნიორს. სეროტონინი არის განცდა, მე მნიშვნელოვანი ვარ, მე უსაფრთხო ვარ ჩემი ძალის გამო. თანამედროვე მაგალითები – დაწინაურება, კომპლიმენტის მიღება, კონკურენტზე გამარჯვება, საკუთარი უპირატესობის შეგრძნება. ჩავარდნა – სამყარო მუდმივად იცვლება. დღეს თუ ლიდერი ხარ, ხვალ შეიძლება ვიღაცამ გაჯობოს. როდესაც სტატუსი საფრთხეშია, სეროტონინი ეცემა და შფოთვა იწყება. ლორეტა ბროუნინგის წიგნი გვაფრთხილებს – მუდმივი ბედნიერება შეუძლებელია და ბიოლოგიურად არაბუნებრივია. თუ გესმით, როგორ მუშაობს თქვენი შინაგანი ძუძუმტავარი, თქვენ აღარ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს ან სამყაროს იმაში, რომ ხანდახან თავს ცუდად გრძნობთ. თქვენ უბრალოდ გაიაზრებთ, რომ ჰორმონები დაიშალა და დროა რომ პატარა, ჯანსაღი ნაბიჯი გადადგათ მათი ხევიდან გამოსამუშავებლად.